რკინის საპროფილაქტიკო დოზა ჩვილებში, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. პირველ რიგში დავით ვახსენოთ, რომ დედის ძეში ძალიან ცოტა რკინა არის, ფაქტობრივად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საერთოდ არ არის, რადგან 1 ლიტრში არის 0.5 მილიგრამზე ნაკლები რკინა. კი, ნამდვილად ესე არის, დედა დაბადებამდე, მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვს აძლევს რკინის მარაგს, რომელიც ბავშვს შეიძლება ეყოს 4-დან 6 თვემდე. სწორედ ამის გამო, რომ შეიძლება ბავშვების ნაწილს 6 თვემდე არ ეყოს რკინის ის მარაგი, რომელიც დედამ გადასცა მუცლად ყოფნის პერიოდში, ზოგ ქვეყანაში ინიშნება 4-დან 6 თვის შუალედში დამატებული რკინა იმ ბავშვებში, რომლებიც არიან ექსკლუზიურად ზუძუთი კვებაზე და არ არიან დღენაკლები. თუმცა, რამდენად სწორია ეს რეკომენდაცია, დავითი გვეტყვის. ნამდვილად ზოგიერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას აქვს მსგავსი რეკომენდაციები გაცემული, თუმცა უპირატესობა მაინც ენიჭება რკინის მარაგის შევსებას იმ გზით, როდესაც ვაძლევთ სწორ მყარ კვებას ბავშვს, ანუ ისეთ პროდუქტებს, რომელიც მდიდარი არის რკინით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მყარი კვება დაიწყოს სწორად და დროულად. ასევე დავით უნდა გავითვალისწინოთ, რომ რკინის პრეპარატებს აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, რომელიც თუ შესაძლებელია, ჯობია რომ თავიდან ავიცილოთ. აგვიწერეთ კომენტარებში თქვენ ჩვილს თუ აძლევდით დამატებით რკინის პრეპარატებს.